ლაპარაკია ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის, რა ქვიათ, ნაციონალური მოძრაობის გააქტიურებაზე, მათ მიერ ჩატარებულ აქციებზე, მათ მიერ გაპროტესტებულ რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე და ამაზე შენი ძალიან საფრი რეაქციები ქონდა. მოდი დავიწყოთ 21 მარტზე მერე ვილაპარაკოთ. აი ეს ბავშვებს რო აჩვენეს ეს ფილმი და იქ რომ მოკლედ ატყდა ამბავი კნიასი თავისუფალი ზონა და ასე შემდეგ. მერე თავისუფალი ზონას რა თქმა უნდა მიუვარდა თავისუფალი თაობა ქვია ხო სადღობელაშვილს. იქაც კიდე დიდი ამბავი იყო და საერთოდ მერე კიდე ესე არის დღეს სოციალურ მედიაში ისე მედიაში ჩვენში ჟურნალისტებს ჩვენს ამქარში აზრი გავრცელებული რომ ისა რა ქვია მოიცა ზუსტი ფორმულირება მოვახდინო ბოლო დროს გააქტიურებულ ორგანიზაცია თავისუფალ თაობას რომლის ხელმძღვანელი არის ბატონი ლადო სადღობელაშვილი რომელიც რამდენჯერმე სტუმრობდა აქ აფინანსებს სანდრო ბრეგაძე რა ეშოვეთ ამდენი რამდენიმე ხნის წინათ მახსოვს მე და შემეგობრები ვართ და ფული გჭირდებოდა და მთხოვე რომ ფული გჭირდებოდა და მას ესხება მითხარი ეს ხუმრობით ვამბობ და რამოდენიმე მეგობარმა მთხოვა რომ ესხებინა ფული და მე თვითონ მაქვს საკმაოდ ბევრი ფული ნასესხები და სანდრობელაშვილისგან ხო და აქედან გამომდინარე ვამბობ რომ ეს იუმორში ვამბობ რა თქმა უნდა როგორ შეიძლება სრული სისულელი არის სადმე აქვს ახლა მე მაგის საშუალება არა ნუ აქ რა თქმა უნდა არ იყო ლაპარაკი სანდრო ბრეგაძეზე პირადად არა ეხლა ეს სისულელი აბსურდია მე ამაზე არ ჩევჩერდები მე შემიძლია ვთქვა ჩემი განსხვავებული მოსაზრება იმ ფაქტებთან დაკავშირებით რომელ ფაქტებზეც ეხლა აგებული არის ნაციონალური მოძრაობის პიარი თავიდან ბოლომდე ჩვენ და სამწუხაროდ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილიც და ოპოზიციაც ცხოვრობს რუსთავი 2-ის ცხოვრებით და მათ სამუშაო გრაფიკს სამუშაო რეჟიმს და პოლიტიკური მოღვაწეობის გეზს უსაზღვრავს სააკაშვილისგან და ნაციონალური მოძრაობისგან კონტროლირებადი ტელევიზიები და ეს პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც ასპარეზზე არიან თვითონ ვერ ხვდებიან რომ ისინი არიან ამ ტელევიზიების ტყვეობაში ეს ცალსახა არის და ამაზე სხვათა შორის მე არაერთხელ გულისტკივერით აღმინიშნე. მე რა? ეს არის არანორმალური. ეს არის არანორმალური, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან მართული საინფორმაციო საშუალება განსაზღვრავს ქვეყანაში არამარტო პოლიტიკურ გეზს და პოლიტიკურ სვლაგეს, არამედ ადამიანების ქცევის წესებსაც. გასაგებია, ყველაფერს ამას გადართე, ესე კი არ გემაგრები არიან? ეს ყველაფერი მაგ შედარებული ნარკოტიკთან. ნარკომანმა იცის, რომ ნარკოტიკი მისთვის საშინელებაა. ყველა ნარკომანმა იცის, ნარკომანს თავგანვით სიგარეტს ვეწევით და ვიცით, რომ სიგარეტი ჩვენთვის მე ვეწევი და სიგარეტი მე ვიცი, რომ ჩემთვის მავნებელი არის, მაგრამ მაინც ვეწევი ამ სიგარეტს. ეს ერთგვარი ნარკოტიკი არის, რომელ ნარკოტიკსაც ვერ ცილდებიან. თუმცა გეთახმებით, რომ გადართე და სხვაგან წადი. მაგრამ ეს არ არის ახლა ამ შემთხვევაში მთავარი. დღეს არის ჭიქაში ხარიშხალი ატეხილი იმის თაობაზე, რომ სადღაც რომელიღაც სოფელში, თუ რომელიღაც რაიონულ ცენტრში, ხო, ფოთში, თუნდაც, ხო, რამოდენიმე ბავშვი გამოჩნდა ფილმის ჩვენებაზე, სადაც იყო სტატისტიკები აღწერილი. მე უბრალოდ ლოგიკას მინდა და აი სულ 2 წუთი დამჭირდება ამ ლოგიკის ჩამოსაყალიბებლად. ესე იგი, ნაციონალური მოძრაობა მათეხა ამაზე ერთი ამბავი, რომ როგორ შეიძლება ბავშვებს ვაჩვენოთ ის სისასტიკე, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ. აი ესეთი აბსურდი, ესეთი უაზრობა მე საერთოდ არ შემხვედრია არასოდეს. ესე იგი, ადამიანთა მკვლელები, მწამებლები აღიარებენ იმას, რომ მათ ჩაიდინეს საშინელება, მაგრამ ერთი ამბავი აქვთ ატეხილი იმაზე, რომ ამ საშინელებას რატო აჩვენებო? არა იმაზე, რომ მან რატომ ჩაიდინა ეს საშინელება, რატომ გააუპატიურა ის პატიმარი, რატომ დაარბია 7 ნოემბრის მიტინგი, რატომ დაარბია 26 მაისის მიტინგი, რატომ გადაუარა საქართველოს, რაც იმ ფილმში არის ნაჩვენები, ხომ? არა, ეს არაფერი არ არისო. მე კი ჩავიდინეო ესო, მაგრამ უტიფრობის ხარისხზე მაქვს მე ამ შემთხვევაში საუბარი. ეს უტიფარი ადამიანები გამოდიან და იძახიან, რომ
მე რომ კაცი მოკალიო, ამას ტელევიზიით რატო აჩვენებ? ეს არის დანაშაული თორე მე რომ კაცი მოკალი, ამაზე პასუხი არ მაგებინოთო. და მთელი საზოგადოება გამოთაყვანებული შეიძლება ამ შემთხვევაში, აი, იმიტომ დავიწყე, ნაც ტელევიზიებით გამოთაყვანებული საზოგადოება ზის სახში უყურებს ამას და მასაც თავში უყალიბდება აზრი იმის თაობაზე, რომ ის კი არ არის საშინელება, როდესაც თქვათ, იქ ადამიანებს ხოცავდნენ და კლავდნენ და ის სისასტიკეები, რაც არის იმ ფილმში, არა, ეს არ არის, აი, ვიღაც ბავშვმა რომ შემოირბინა, ვიღაც სკოლის მასწავლებელმა, რომელიც გაუთვითცნობიერებელია და არც მე ვამართლებ მის საქციელს და რა თქმა უნდა, არ არის ვიზა შეწოლინო ბავშვები წაიყვანო ესეთ იმაზე, რა ქვია, ღონისძიებაზე, ეს რატომ მიიყვანა? ამავე დროს მე უფრო უარესზე გადავალ. ესე იგი, ამას ხო იძახიან. ამას ხო გაიძახიან. ამაზე ხო ააგეს ყველაფერი, რომ აი თვითონ და რაღაც აპოკალიფტურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აი ეს მოხდა და ამით ცდილობენ რომ გადაფარონ ყველაფერი ის რაც იქ არის. ადამიანები თავად აღიარებენ. ხო, იმ ფილმში რაც არის ნაციონალები ჩადენილია, ხო? თავად აღიარებენ, რომ აი ესეთი სისასტიკის ჩვენება როგორ შეიძლება. აი მაგალითად ისა რა ქვია, ბოკერია გამოდის და იმედის დარბევაზე. ესეთი სისასტიკის ჩვენება როგორ შეიძლება? ან გაბაშვილი გამოდის და იგივე ესეთი სისასტიკის ჩვენება როგორ შეიძლება? პატეურების კადრები. ასაც ამბობენ, რომ იყო დანაშაული, მაგრამ მე არ მიბრძანებია, გამოსაძიებია, გამოიძეთ, დასაჯეთ. ჩვენ უბრძანეთ მათ, ხომ? გავანებოთ ამას და მარტო გავუპატრონოთ კადრები, იქ მიტინგები კარგი, ისინი აქვთ. გივით არ გამაძე გამოდის ადამიანი, რომელიც სულ სამოხტითო იძახდა, ხომ? 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ და როგორ შეიძლება 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის კადრების ჩვენება ხალხო ბავშვებისთვის და იმას არ იძახს რომ 7 ნოემბრის დარბევა სისასტიკე რატომ არის რომ მისი გაკეთებული არის და ის გაიძახოდა მთელი საქართველოს გასაგონად და მთელი სოფლიოს გასაგონად რომ სულ სამოხტითო და ეხლა აქედან გადავიდეთ მეორე იმაზე მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვიღაცამ რაიმე არ დამობრალოს მეც არ მომეწონება და არ მომწონს ის რომ ბავშვებს ესეთი კადრები ვაჩვენოთ მაგრამ როდის მერე გავხდით ჩვენ ესეთი აი რომის პაპზე მეტი კათოლიკები და რაღაც აი ევროპაში ეს აკრძალული არის ჩვენ შენც ნამყოფი ხარ მეც ნამყოფი ვარ და საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ნამყოფი ბუხელვარდის საკმაოდ დასწრება ბანკში. რა უსვენცებში დაყავს ბავშვები ექსკურსიაზე. ბავშვები ექსკურსიაზე დაყავს სპეციალურად იმისთვის რომ აჩვენონ კადრები თუ როგორ სასტიკად იქცეოდნენ ფაშისტური გერმანიის მესვეურები და ამითი ეს ექსკურსიები მიდის იქ და იქ ნაჩვენების სისასტიკე არაფერი არ არის იმ კადრებთან შედარებით, რომელი კადრებიც, თქვათ, ამ ფილმში არის წარმოდგენილი. მაშინ 9 აპრილის დარბევა არ მოჩვენოთ მომავალთაობებს, სკოლის მოსწავლეებმა არ იცოდნენ. ხო, 9 აპრილს როგორ დაგვარბია რუსეთის გადის, მერე ის ხდება უკვე ისტორია და არა, დრო რომ გადის რა შუაშია ეს 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამაზე საშინელი კადრები არაფერი არ არსებობს. როდესაც ადამიანები ზედა სართულებიდან დამწვარი შენობებიდან ხტებიან საცუდავი ადამიანები ამ ტერორისტების ამ ნაძილების შეტევის შედეგად. ესეც არ უნდა აჩვენონ თურმე ამერიკელ ბავშვებს, რომ 11 სექტემბერს რა მოხდა. და ესე გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ის ტელევიზიები, რომლებმაც ეს ამბავი ატეხეს, ნაც ტელევიზიები გაჯერებული არის სექსუალური ძალადობის და არა მარტო სექსუალური ძალადობის, საერთოდ ძალადობის შემცველი მხატვრული ფილმები და ხშირ შემთხვევაში დოკუმენტური ფილმებითაც, სადაც ადამიანები ხერხით დასდევენ ერთმანეთს და თავს აჭრიან. თქვათ, შუაზე რაღაცა ერთი კაცი 200 ადამიანს კლავს და ასე შემდეგ. ამას აჩვენებენ თან სოფლიოში. არა მარტო ამე დღეც აჩვენებენ. დღეც აჩვენებენ, რა თქმა უნდა, დღეც აჩვენებენ. ამიტომ ეს არის, ეს თავიდან ბოლომდე, ეს არის აბსურდი. სისულელე, რომელიც კარგად შეფუთა ნაციონალურ მოძრაობას და ჩემდა სამწუხაროდ პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის ჩემი რამოდენიმე თანაგუნდელიც წამოიღო მათ ამ პროვოკაციას და გამოდიან და თავს იმართლებენ. თავს იმართლებენ კი არა, განათლების სამინისტრომ თავზე ნაცარი წაიყარა. ხო, თავს იმართლებენ რომ დედა ეს რა საშინელება ის იყო. არა, ეხლა შენ თვითონ ვარ თქვი რომ მეც არ ვამართლებ, ხო? მე არ ვამართლებ, არ სიამოვნებს. ეხლა მე ისედაც არ სიამოვნებს ამ საშინელი კადრების შეხედვა, მაგრამ ის რომ თქვა, რომ ეს არის რაღაცა დანაშაული, რომლის გულისთვისაც ადამიანები უნდა დაუხრიტოთ, დავიჭიროთ სამსახურში. არა, ეგ არა, მაგრამ მასალებელმა რომ მოგიდა ხელი და დაამწყრევა. დანაშაული არის. წყვეწყვეტა ჩააკიდინა ხელი და მოხიკადა. ეს ამაზე არ მაქვს საუბარი. ამაზე არ მაქვს. არა, ამაზე არ მაქვს საუბარი. აიყვანეს ზოოპარკში რა. ეს რომელი პარტიის ხარდასაჭეროც უნდა გააკეთოს ეს მასწავლებელმა, ხო? ეს დაუშვებელია. ამაზე არ მაქვს საუბარი. მე საუბარი მაქვს იმ უტიფრობაზე, რომელ უტიფრობასაც ჩვენ ვაწყდებით. ესე კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი ლოგიკას მივყვეთ. საშინელებათა და სისასტიკის